საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი ასოციაციის წევრ ადვოკატებს შეხვდა და ოფიციალურად წარადგინა მისი გუნდის საარჩევნო პროგრამა. შეხვედრაზე მან დეტალურად განიხილა ის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას, უფლებების დაცვას, რეგიონებში მომსახურების ხელმისაწვდომობას და ადვოკატთა სოციალურ პროფესიულ მხარდაჭერას. მისი განცხადებით, თავმჯდომარეობის კანდიდატად ყოფნა მისთვის მხოლოდ პროფესიული გამოწვევა კი არა, არამედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ადვოკატებს ჩვენ უზრუნველყოფთ ჩემი გუნდი და თითოეული ჩვენთაგანი და მე პირადად ყველა იმ საჭიროებით, რაც ადვოკატთა პროფესიას ღირს წესრიგში უდგას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ ადვოკატები იყვნენ ჩართული პროფესიის მართვაში, პროფესიის ხვალინდელი დღის დაგეგმარებაში. ამ მიმართულებით მე მაქვს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თითოეული ადვოკატის გვერდით და თითოეული ადვოკატი თავმჯდომარის მხარდამხარ. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის ახალ მოდელებს და იმ ინოვაციებს, რომლებიც ირაკლი ყანდაშვილის გუნდის ხედვაშია გათვალისწინებული. საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ხაზი გაესვა ადვოკატთა პროფესიული უფლებების დაცვას, ასევე განგრძობადი იურიდიული განათლების გაღრმავებას, ტრეინინგების, სემინარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. პრეზენტაციის დასასრულს ადვოკატებს მიეცათ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. ძალიან ბევრი არგუმენტია თუ რატო არის ირაკლი ყანდაშვილი საუკეთესო კანდიდატი. ალბათ პირველ რიგში იმიტომ, რომ მას აქვს არსებული პრობლემების სიღრმისეული ანალიზი და შეუძლია სისტემური ცვლილებები შეიტანოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში. გახადოს ადვოკატთა ასოციაცია უფრო აქტიური, მისი ხმა ისმოდეს უფრო ძლიერად. აუცილებელია, რომ ადვოკატთა ასოციაცია იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე, აუცილებელი არის თითოეული ადვოკატის ინტერესებზე მორგებული სისტემის დანერგვა და აუცილებელი არის ადვოკატთა ასოციაციის ხმა ისმოდეს ყველგან, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატთან შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მოქმედი ადვოკატები, ასევე იურიდიული სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2025 წლის 14 დეკემბერს საერთო კრებას გამართავს, რომლის ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები გაიმართება.